დილამ შვიდობისა ეთერშია ქრონიკა 9 საათზე ახალ ამბებს გაგაცნობთ. შეფასებები და პასუხი ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტს. დღეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის განცხადება განიხილება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტზე. ინიციატორი შალვა პაპუაშვილი ასევე ყველა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია. ქართულ ოცნებაში ასევე საუბრობენ ღია წერილზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს და ჯეიდი ვენსს გაუგზავნა. აცხადებენ, რომ ეს წერილი საქართველოს შეერთებული შტატების ურთიერთობების გადატვირთვის სურვილს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ყურადღებოთ ვერ დავტოვებდით იმ აქტს, რომელიც მიღებული იქნა კონგრესის მიერ, რომელსაც ეწოდება ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, თუმცა მეგობრობის ელემენტები ნაკლებია ამ აქტში. მე მივესალმები საქართველოს პარლამენტის მხრიდან რეაქციას მეგობარ აქტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მიიმსჯელოს იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მიღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ. ეს იქნება ის ღირსეული პასუხი იმ უღირს აქტზე, იმ ლობისტების მიმართ, კოლექტიური ნაცმოძრაობის ლობისტები მაქვს ხედველობაში, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ სრულიად აბსურდული დოკუმენტის შექმნაში, პუნქტობრივად და ძირითადი მიმართულებებით ყველა იმ დეზინფორმაციის, ყველა იმ აბსურდული ფაქტის, ყველა იმ სიბინძურის, ყველა იმ სრულიად აცდენილი რეალობას მოცემულობის აი ამ ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ აქტში პასუხი ჩვენი მხრიდან, საქართველოს მხრიდან. ძირითადად საუბარი იქნება სამ თემაზე, ეს არის პირველი დემოკრატია, მეორე საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და მესამე ეს არის საქართველოს დამოკიდებულება და ურთიერთობა საერთაშორისო და რეგიონულ აქტორებთან. ამ სამ თემატიკასთან დაკავშირებით ჩვენ ვიხილეთ არაერთი ტყუილი ინფორმაცია, მათ შორის ამ აქტში და ჩვენ ვთვლით ვალდებულად თავს, რომ ვუპასუხოთ სწორი, დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხი გავცეთ აი ამ მტრულ აქტს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა პარლამენტში გრძელდება. კომისიის ხდომაზე დღეს ნანა ქადაგიშვილია მიწვეული, რომელიც ნაცმოძრაობის რეჟიმის პერიოდში თავისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს. ერთ-ერთი ადამიანი ასეთი დაბარებული არის კომისიაზე, ქალბატონი ნანა ქადაგიშვილი, რომელსაც კომბინაცია აქვს ისტორიის, ჯერ მოთხოვნა იმის, რომ თქვათ, ერთ-ერთი კომერციული ბანკის შესაბამისი წილი დაეთმო, შემდგომ უკანონო დაპატიმრება, შემდგომ ოჯახის წევრების დაპატიმრება, ამ პატიმრობის შედეგად წამება ციხეში, თანხების მითვისება მათი მხრიდან, შემდგომ ამ წამების შედეგად ორი ოჯახის წევრის გარდაცვალება, შემდგომ სისხლის სამართლის აღძვრა თვითონ ქალბატონ ნანაზე და დღემდე სამწუხაროდ აი ეს უბედურება მოყვება ამ ოჯახს. დღესვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კანონმდებლობის წინაშე წლიური ანგარიში წარდგება. როგორც ითქვა, ანგარიში მრავლის მომცველია და აღწერს როგორც საპარლამენტო საქმიანობას, ასევე პარლამენტის როლს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. პაპუაშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან, იქნება პოლიტიკური გამოსვლებიც. ანგარიში, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ყველა ძირითადი კომპონენტი, რომელიც დაკავშირებული არის გასული წლის პარლამენტის საქმიანობასთან მიმართებაში. გამოხულდება ყურადღება არა მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, არამედ საზედამხედველო საქმიანობის კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. ეს ანგარიში შეეხება როგორც კომიტეტების მიერ წარმოებულ მნიშვნელოვან საკითხებს, ასევე თუ რა სახის თემატური მოკვლევები განხორციელდა პარლამენტში და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით პარლამენტმა რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მდინარე მტკვარში გადავარდნილ 3 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. თბილისში ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან ავტომობილი მტკვარში გვიან ღამით გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით მანქანაში 4 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის 1 გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 3 ადამიანს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ სამაშველო ეკიპაჟები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 11 ევროპული ქვეყნის 37 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, მსჯელობენ ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და სამომავლო თანამშრომლობაზე.
ეს ჩვენ ბუნებრივია უფრო და უფრო გვაახლოებს ევროპას, ევროპულ უნივერსიტეტებს. ეს არის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილურობისათვის ძალიან დიდი ხელშეწყობა, ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა დაინტერესებულები ვართ ძალიან უფრო და უფრო გავაფართოვოთ. ლილის უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დიდი ხანია თანამშრომლობს. ყოველწლიურად იზრდება იმ სტუდენტთა რიცხვი, რომლებიც მობილობით ჩამოდიან ლილის უნივერსიტეტში თსუ-დან და პირიქით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ორიენტირებულია ინტერნაციონალიზაციაზე და ვიმედოვნებ ამ ღონისძიების შედეგად ჩვენს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს დრონებით უტევს. ზელენსკი აცხადებს, რომ რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, თუმცა როცა საქმეზე მიდგება, იმალებიან. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების მოლოდინის ფონზე რუსული დრონის დარტყმის შემდეგ ხარკოვში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. რუსეთი ჩვეულებისამებრ იქცევა, როდესაც მათგან ყველა ელოდება პასუხს ცეცხლის შეწყვეტასა და პირდაპირ მოლაპარაკებებზე. ისინი ახალი დარტყმებითა და თავდასხმით პასუხობენ. ერთადერთი, ვინც ომს აჭიანურებს, ერთადერთი, ვის გამოც ომი დაიწყო და გრძელდება, სწორედ რუსეთია და მასზე ზეწოლა უნდა გახორციელდეს. რუსეთი ბევრ საუბრობს პირდაპირ მოლაპარაკებებზე, მაგრამ როცა საქმეზე მიდგება, ისინი იმალებიან. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, ვიზეც ნამდვილად არის დამოკიდებული, რა მოხდება შემდგომ. ამჟამად ჩვენი გუნდი აქტიურად ამზადებს თურქეთში ვიზიტს. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საკითხებში კაია კალასი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში მშვიდობის დამყარებით დაინტერესებული არ არის და მოლაპარაკებისთვის ზელენსკისთან შეხვედრას ვერ ბედავს. კოპენჰაგენში დემოკრატიულ სამიზზე სიტყვით გამოსვლისას კალასმა აღნიშნა, რომ რუსეთი თამაშობს. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ პუტინი და ზელენსკი ერთად დასხდებიან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ პუტინი ამას გაბედავს. პუტინმა ნათლად დაგვანახა, რომ მას ომის გაგრძელება სურს. 60 დღე გავიდა, რაც უკრაინა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას დათანხმდა, მაგრამ ამ განზრახვას რუსეთისგან ვერ ვხედავთ. დავინახეთ ის, რომ რუსეთი თამაშობს. მნიშვნელოვანია, რომ კეთილი ნება რუსეთმა საშვენოს. ჩვენ შეგვიძლია რუსეთზე წნეხი გავაძლიეროთ, რათა მანაც მოისურვოს მშვიდობა. ჩვენ ამისთვის ინსტრუმენტები გვაქვს და ეს ეკონომიკა და სანქციებია. თურქეთში, სადაც რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები გეგმება, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ჩავაცნობა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დაადასტურა. დაუღალავად ვმუშაობ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი სისხლის ზღვრის დასასრულებლად, რაც მნიშვნელოვანია. ამ კვირის ბოლოს სავარაუდოდ ხუთშაბათს თურქეთში გაიმართება მოლაპარაკებები, რომლებსაც საკმაოდ კარგი შედეგები შეუძლია მოიტანოს. ჩვენი ხალხი, მარკო რუბიო, სხვებიც იქ გაემგზავრებიან და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის დასრულება. დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთთან სტრატეგიულ ეკონომიკური შეთანხმება გააფორმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და საუდის არაბეთის პრინცმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის, ენერგეტიკის, წიაღისეულისა და ასევე სხვა სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმება მოიცავს $1 ტრილიონ ინვესტიციას შეერთებულ შტატებში, რომელიც თავის მხრივ $124 მილიარდი ღირებულების იარაღის შეძენის შესახებ შეთანხმების გაფორმებასაც ითვალისწინებს. დონალდ ტრამპმა სირიისთვის სანქციების გაუქმება გადაწყვიტა. ამის საუბარზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საუდის არაბეთში საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა. ტრამპის თქმით, შეერთებულ შტატებს სირიაში სტაბილურობა და მშვიდობა სურს. მე გავცემ სირიის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტის განკარგულებას, რათა მივცე მათ დიდების შანსი. სირიას, რომელმაც ბევრი ტანჯვა და სიკვდილი ნახა, ახალი მთავრობა ჰყავს, რომელიც იმედი მაქვს წარმატებას მიაღწევს ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებაში და მშვიდობის შენარჩუნებაში. ეს არის ის, რისი ხილვაც სირიაში გვინდა. Fox News-ის ცნობით, შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა ეროვნული სადაზვერვო საბჭოს Deep State-ის წარმომადგენელი ხელმძღვანელები გაათავისუფლა. მოტივად სადაზვერვო მონაცემების პოლიტიზაციის აღმოფხვრა დასახელდა. გაბარდის მიერ გათავისუფლებული პირები რადიკალურად ეწინააღმდეგებიან ტრამპს. Fox News-ი დაზვერვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი საიდუმლო ინფორმაციის სავარაუდო გაჟონვის გამო დაზვერვის 12 ოფიციალური პირის მიმართ გამოძიებას ატარებს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ახალი კაბინეტი წარადგინა, რომელშიც წინა მთავრობისგან განსხვავებით 39-ის ნაცვლად 29 მინისტრი იქნება. ახალი მთავრობის მიზანი 1 ივლისამდე გადასახადების შემცირება და შეერთებულ შტატებთან ახალი ურთიერთობის განსაზღვრა იქნება. საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ საჯარო სკოლაში ამოქმედდა მედია პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი. დაგეგმილია 5000-მდე მოსწავლისთვის სპეციალურად ადაპტირებული ვიდეო მასალის ჩვენება, რომელიც აფხაზეთის ისტორიულ განვითარებას 1992-93 წლის შეიარაღებულ კონფლიქტს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე კონფლიქტთან დაკავშირებული გმირების ისტორიებს ეძღვნება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მომავალი თაობისთვის აფხაზეთის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება, აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ ცოდნის მიწოდება, მომავალი თაობის ინფორმირებულობა მათი როლის შესახებ და შესაბამისად ვფიქრობ, ეს გაკვეთილები ამას მაქსიმალურად უწყობს ხელს. პროექტი გაგრძელდება და დეკემბერში დასრულდება მულტიმედია კონკურსით. მსგავსი გაკვეთილები აღსანიშნავია და საჭიროა, რათა ახალმა თაობამ იცოდეს მათი ქვეყნის მათი ქალაქების კულტურა, ისტორია და ეს არის სამაგალითო ესეთი გაკვეთილები და ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი სკოლა არის აფხაზეთის ნომერ 2 საჯარო სკოლა. შალიკაშვილის პანტომიმის თეატრმა აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში სპექტაკლი დრო წარადგინა. სპექტაკლი სახელმწიფო პანტომიმის თეატრის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. რეჟისორია დავით შალიკაშვილი. წარმოდგენის სათქმელია პოეტური დიალოგი დროის შესახებ, რომლის მთავარი საკითხებიცაა ენა, მამული და სარწმუნოება. სულ იმას ვცდილობ, რომ ადამიანების რაღაც ერთი წამით მაინც სიყვარულში დავტოვო რა და რაღაც კარგი სასიამოვნო სანახაობა ნახონ რა. აი ეს არის ჩემი ის თავი და თავი დიდი წვალებით და ვაგლახით, მოვედით აქამდე და ვითამაშეთ 60 წლის იუბილე. გადავიხადეთ ბატონი გიორგი გეგეჭკორის წყალობით. ლამაზი დღე მე მგონი ჩავატარეთ. ეს არის ძალიან მოკლე დროში დადგმული სპექტაკლი და არც კი მოველოდი თუ ასე დონეზე შესრულდებოდა. ძალიან მოინდომეს და თემატურათაც, ემოციურათაც, ყოველ მხრივ. ძალიან საპასუხისმგებლო მისია დაგვეკისრა, ასე რომ ვთქვათ, ვინაიდან თეატრი 60 წელი შეუსრულდა და ჩვენც უშუალოდ ამ პროცესში ვიყავით ჩართული, ცოტა სანერვიულო იყო, საპასუხისმგებლო იყო, თუმცა ბედნიერი და ლაღი ემოციებით ვართ სავსე ყველა მსახიობი. ბოლოს ამინდი სინოპტიკოსების ცნობით 16 მაისამდე საქართველოში წვიმა შენარჩუნდება, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექის სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზით მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება. დედაქალაქში არამდგრადი ამინდი ხვალამდე შენარჩუნდება. დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც დროგამოშვებით ასევე გაძლიერდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 18-19 გრადუსი და შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 15 მაისს არამდგრადი ამინდის პირობები საქართველოში შენარჩუნდება. 16 მაისს კი საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. ქრონიკა 9-ზე ამი დასრულდა, ახლა ამბებს 10 საათზე დავუბრუნდებით. ეთერს განაგრძობს იმედის დილა.